რომელსაც ემსახურება შესაბამისი ბუნებრივი ცენტრალური მილიდან ბუნებრივი აირი. თავად ბუნებრივი აირის მოხმარება, რომელიც თვალნათლივ და სავარაუდოდ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახერხებდა და ბედავდა იმას, რომ მოეპარა გაზი ჩვეულებრივ ისევე როგორც ნებისმიერ ასეთ კანონდარღვევს, თავისთავად მიუთითებს იმ განუკითხაობაზე, რომელიც უფევდა ზოგადად ამ კომპანიაში და ეს ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთეული ფაქტი, ალბათ კიდევ ძალიან ბევრი ასეთი ფაქტები იქნება აღმოჩენილი. ეს იყო ჩვეულებრივი ჩვენთვის რიგითი რევიზია, ესე რომ ვთქვათ, ყოველდღიური და ერთ-ერთი რიგითი რევიზიის დროს აღმოჩენილი იქნა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ობიექტზე გაზის უკანონო მოხმარება. ძალიან არასერიოზული განცხადება. მე მგონი ის მრიცხველებსაც აჩერებდა და უკან აბრუნებდა, ესე იგი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ან თონედან ქონდა დენი გამოყვანილი. ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი რაც არის სასახარი, კიდე ერთხელ მიუნიშნებს, რამდენად პრიმიტიულია ეს ხელისუფლება და მეც არაფერი. სერიოზული პასუხი ძალიან რთული არის. ალბათ ხვალ გამოვლენ და იტყვიან, რომ სოჩიქს უკვე მოატრიალებდნენ, ასევე დაადგენენ, რომ თურმე გვერდზესაწყობიდან უკანონო კაბელით დენი ყავდათ გადაყვანილი ადმინისტრაციაში და სხვა უამრავი სიზუსლის მოვისმენთ ალბათ უახლოეს დღეში.